რა გიორგი კართან დაეცა, იყოს თუ გასისხლი. პოლიციაზე მოკიდეს იქნა პოლიციიდან და მაგრით. გიორგი ითხოვს იმას, რომ მასე აღარ მოხდეს ეწოლები, მისგან აღარ მოითხოვნა არანაირი სახის ინფორმაცია და ანუ ივნისის 5-ის 24 თენდებოდა. მე გავდივარ მაღაზიაში, ხდება გიორგი თაბუაშვილი, ხდება თემო ციკულაშვილი და ხდება თემო სახიაშვილი პიკაპის ჯიპის მანქანით. მისვავენ ისინი მანქანაში, მივყავარ მიფარებულ ადგილას, დაახლოებით გოგებაშვილის ქუჩაზე, ავტოსამრეცხაოებთან და მიფარებულ ადგილას ისინი ცემენ, ფიზიკურად მისწორდებიან, სიტყვა შეურაცხყოფას მაყენებენ. შემდეგ ხდება ის, რომ მე მართმევენ კამარს, მართმევენ ფსალმუნს, ტელეფონს და ტოვებენ აღნიშნულ ადგილას. მე დავიღავი სასტიკად-ნაცემი, დავდიოდი ძირს დავდიოდი, მივედი ისევ იმ ოჯახში, საიდანაც მე გამოვედი. ერთი მოვასწარი მე დაგაკუნება კარებზე, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მე დაუკაკუნე, პიკაპის ჯიპით ისევ იგივე აღნიშნული პიროვნებები მომყვნენ უკან, გადმოვიდნენ, იქაც ცემეს, მაგრამ ამ დროს გამოვიდა ანა მაზანაშვილი, დაინახა ეს ფაქტი, ეს კონკრეტული ადამიანები ვინც იყვნენ და მან ეს ცემის ფაქტი ასე ვთქვათ გაანეიტრალა. კარებზე იყო აი რაღაც საშინელი ბრახუნი და მანქანის ხმა, აი როგორ იცით, მოფხოჭიალების ხმა და კარები გავაღეთ თუ არა გიორგი კართან დაეცა, იყოს თუ გასისხლიანებული. გაჩერდა პიკაპის ჯიპი. ნაცრისფერი იყო, იმიტომ ღამე იყო და სავარაუდოდ მუქი ფერის. გადმოვიდა სამი პიროვნება და აი რო ეტყვი ძის დაგდებულ გიორგის გაუსწორდა. რაზეც ანუ ეს ისე წუთებში მოხდა, რაღაც წამებში მოხდა, ერთი რაც მოვასწარე, ეგ იყო რომ გიორგის გადავეფარე. და ვიკივლე რომ მეთქვი რას ჩადიხარ თქო. შემოვიყვანა გიორგი, მეთქვი რა მოხდა და გიორგი მომიყვა რომ სიგარეტზე მიმოვას. ჩიხიდან ამოვიდა პიკაპი. ჩასვეს მანქანაში, გაიყვანეს ცოტა წინ, ანუ როგორც გიორგი მიამბო და სასტიკად გაუსწორდნენ. ეს ცემის ფაქტი, როგორც მათგან გამიმარტეს, მოხდა იმ ფაქტის შემდეგ, რაც მე სიტყვაზე კოალიციაში მივიტანე ინფორმაცია, რომ მათზე მომუშავებდნენ. გიორგი, როდესაც გავიცანი, ის იყო შემოკედლებული ჩემს შვილებთან და რატომ? როგორც შემდგომში გაირკვა და თვითონ გიორგი მითხრა, ის იყო პოლიციის აგენტი. თუმცა მისი განმარტებით ეს ყველაფერი მოხდა წინა ხელისუფლების არჩევნებამდე იძულების წესით. ანუ მას ჰქონდა გარკვეული ზეწოლები, აქ იყო ფიზიკური ანგარიშწორებაც, რის შედეგადაც პოლიციამ მიიღო მისგან თანხმობა, რომ იგი ყოფილიყო მათი აგენტი. როგორც გიორგიმ განმარტა, მას არ უნდოდა აგენტობა და მათ მიწოდებული ინფორმაციით გიორგი ცდილობდა, რომ მისი მეგობრები, მათ შორის ჩემი შვილებიც, ჩემი ოჯახიც, დაეცვა უკანონო ქმედებებისგან და აფრთხილებდა ამ პირებს, ანუ ვისაც პოლიცია უპირებდა, თქვათ, სხვადასხვა უკანონო ქმედებებს, აფრთხილებდა გიორგი, რომ პოლიცია უპირებდა მათ ნარკოტიკის ჩადებას, ტყვია წამლის ჩადებას, ქურდობის ფაქტის, თქვათ, დაბრალებას, რის გამოც, როგორც გიორგი აღნიშნავდა, გაირიყა საზოგადოებისგან და მეგობრებისგან. ერთადერთი, რასაც ამას ნორმალურად შეხვდნენ, ეს იყო ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები. იმიტომ რომ გიორგიმ თავიდან ბოლომდე მოყვა, თუ რატო გაიხვა ამ პრობლემაში, საიდან წამოვიდა ეს პრობლემა, რასაც მეც და ჩემი შვილებიც გაგებით მოვიკიდეთ. შენ რატომ დაგიკავშირდნენ? რატომ მოხდა
შენი არჩევა ამ საქმისთვის? მოხდა რომ კოალიციაში და რესპუბლიკურ პარტიაში მე ვიყავი გაწერიანებული უნივერსიტეტიდან. ეს თემო მოციქულაშვილი ზემოხსენებული იყო ჩემი კურსელი. ამჟამად ძელი კურსელის გარეშემი. და მოხდა ამისგან დაკავშირება, როდესაც მე თემო მოციქულაშვილის თხოვე გარკვეული პრობლემების მოგვარება არ ვიცოდი თუ იყო პოლიციის თანამშრომელი. თხოვე რომ აღნიშნულთან რაიმე ემოქმედა, მისგან დაპირება მივიღე, რომ იგი დამეხმარებოდა და ამ პრობლემას აღმომიქმნიდა. მაგრამ იგი დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელს, გიორგი თაბუაშვილს და კუდის მაშინდელ ყოფილ უფროსის მოადგილეს, კახა განგლიშვილს. მათ დაუმეგრეს ასე ვთქვათ, მოსასმენი აპარატურა, რის შემდეგაც მოხდა ამ ადამიანების გამოძალვის ფაქტი აყვანა და ასე ვთქვათ დაჭერა. რა იყო რა სერიოზული ფაქტი იყო ეს? ეს იყვნენ ადამიანების ასე ვთქვათ გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩემზე ახდენდნენ ზეწოლას, იგივე მუქარას, რომ მე კონკრეტულ ფულად თუ ძვირადღირებული ნივთებს არ გამოვიდათ იმ სახლიდან, იგივე ფაქტები მოკლავთ ცემს, იგივე მუქარა და ზეწოლა იყო ჩემს ეს ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ? კი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭები. ამ ფაქტის შემდეგ მე ძირითადი პრობლემა რაც მქონდა იყვნენ ეს ადამიანები. ეს პრობლემა რომ აღმოიფრა, ანუ დაიჭირეს ეს ადამიანები. შემდეგ მართლა მეგონა რომ თავს დამანებებდა პოლიცია და სულ ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. მაგრამ ისინი წარმოვიდნენ რომ დავეთანხმებინე იმაზე რომ მე თანამშრომელი გამხდარიყავი მათი. ისინი მაიძულებდნენ გამომეტანა პოლიციიდან ინფორმაცია და იგივე ფაქტები რაც მოხდა თუნდაც მათი დაკავებით. იგივე ტანის ვარიანტში, იგივე ნარკოტიკული საშუალების ვარიანტში და იგივე ეს იყო ტყვია-წამალის ვარიანტში. ერთადერთი შემთხვევას გავიხსენებ და დავამატებ, ტყვია-წამალს რაც შეეხება. ერთ-ერთი ტაქსისტის ცხოვლისთვის უნდა გამეკეთებინა მე პირადად, რომ ტაქსის მანქანაში მე ჩამეწყო ტყვია-წამალი. რაც მე არ გავაკეთე და იგივე ფაქტები მოხდა, გიორგიმ მითხრა, ეს იყო დაახლოებით თვენახევრის 2 თვის უკან, უფრო სწორედ. ყველაფერი დეტალურად, რომ პიროვნებები, რომლებიც არჩევნებამდე მას აიძულებდნენ, რომ ოცნების ოფისიდან გამოეტანა ესა თუ ის ინფორმაცია და ეთანამშრომლა მათთან. არჩევნების შემდეგ, რამოდენიმე ხნის პაუზის შემდეგ ისევ დაუკავშირდნენ გიორგის და სიტყვიერი ზეწოლით და მუქარით აიძულებდნენ, რომ გაენაგრძა ანუ თანამშრომლობა მათთან. კერძოდ აქვე დავაკონკრეტებ, ეს იყო რომ ამა თუ იმ პიროვნებებზე გიორგის სხვათა შორის სახელდაგვარებიც არის ჩამოთვლილი. ამა თუ იმ პიროვნებებისთვის გიორგის მიეტანა ნარკოტიკული საშუალება, ოჯახში დაედო ტყვია-წამალი, ასევე ვიცი გიორგის გადმოცემით იყო ასეთი ეპიზოდი ტაქსის მძღოლზე, რომელთანაც გიორგის უნდა ჩამჯდარიყო როგორც მგზავრი და ჩაეყარა მანქანაში ვაზნები, ავტომატის თუ იარაღის ვაზნები, რაც გიორგიმ არ გააკეთა, რასაც მოყვა თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორება, როგორც გიორგის გადმოცემით ვიცი, აიყვანეს გორის ციხეზე და გადმოკიდეს, ანუ აგდებდნენ. და მე ეთქოდნენ რომ გადავარდა და ანუ აი ასე და ასე შემდეგ. მოხდა ის ფაქტი რომ გიორგის დევნიდნენ, ანუ მის გადაადგილებას ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ სავარაუდოდ. გორის ციხეზე ასე ვთქვათ ამიყვანეს იმ ფაქტის შესახებ, რაც მათ გაიგეს რომ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე მათ ერთ-ერთი კოალიციის ერთ-ერთი ამ ფაქტის შესახებ. როდესაც დადასტურდა ეს რომ სხვა ინფორმაცია მიმიტანია მე, უბრალოდ მეგობრულ სიტუაციაში, ამას დავარქვევ, მეგობრულ სიტუაციაში ამიყვანეს მათ გორის ციხეზე და უბრალოდ ამის გადმოკიდეს იქიდან, გორის ციხიდან და მაგდელიდნენ. ყველაფერი ერთად გამიხსენა. ამ გიორგი თაბუაშვილმა ყველაფერი ერთად გამიხსენა
და მაგდებდნენ ამის გამო, რომ მე მათთან მიყვნათ სრულ ინფორმაცია, არ ვაკეთებდი მათთვის სასურველ საქმეს და ასე ვთქვათ, მათზე არ მუშაობდი. მიაწოდა მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონის ნომრები, ჩემი შვილის ტელეფონიდან მიაწოდა ნომრები მისი სამეგობროსი, რაც მათ მოიპოვეს ასევე ზეწოლით, ფიზიკური ზეწოლით. და გიორგი იძულებული გახდა, რომ ეს ტელეფონის ნომრები მათთვის მიეწოდებინა. ამ ყველაფრის მერე მე მიმართა კომპეტენტურ პიროვნებას, რომ გავიგე, რომ ჩემი ოჯახი იდევნებოდა ამისო პოლიციის მხრიდან, თუმცა უკანონოდ და უსამართლოდ იდევნებოდა. მოხდა რამოდენიმე ღირსების შემლახავი ფაქტი ჩემ ოჯახზე. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, გიორგის მეგობრებთან ერთად, მუსიკალური ჯგუფი. ბავშვები უკრავდნენ როკს. გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი ოფიციალურად, დაგვერეგისტრირებინა და ნებართვა აგვიღო შემდგომ ციხეებში შესვლით, გაგვეკეთებინა საქველმოქმედო კონცერტები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. თუმცა პერსპექტივა ძალიან მოკლე ხანში დასრულდა. დასრულება გამოიწვია კიდევ იმან, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სათითაოდ დაიარეს ჯგუფის წევრების ოჯახებში, ნახეს ეს ბავშვები და გააფრთხილეს, რომ ჯგუფი უნდა დაშლილიყო და ჩემ ოჯახს სიახლოვეს არ უნდა გაკარებოდნენ. გააფრთხილეს აბსოლუტურად ყველა ბავშვი, გარდა გიორგი პაპიაშვილის. როდესაც ანას მე მოვუყევი ჩემი პრობლემის შესახებ, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ის, რომ მანას თქვათ ფარველობა გამიწვია, შემიფარა თავისთან ოჯახში და ვიმყოფებოდი ამ ხნის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე ჩინად. მაგრამ რატომაც დავჭი მე, რომლებიც არ მოვიდნენ ჩემთან და არ გამოვთხილეს ამ ფაქტის შესახებ, რომ მე ანა მაზანიშვილის ოჯახს არ გავყარებოდი. რატომ და როგორ, ამასაც ვიტყვი. მოხდა ის, რომ მათ უნდოდათ, ასე ვთქვათ, რატომაც ჩემი გამოჭერა, ჩემი დაჭერა და გაფავდა. ეს გავაგეს შემდგომ პერიოდში. რატომაც დატოვეს მარტო ამ ოჯახთან. შემდგომ წამოვიდა უკვე მუქარები, თუმცა ამას თლათ მუქარას ვერ დავარქმევ, მეგობრული მუქარა იყო მათი მხრიდან, რომ მე გიორგი გამომეგდო სახლიდან და იყო ზუსტად ასეთი საუბარი, ნუ მფარველობ. გაანებე თავი, ჩვენ მოგვანდე. ისი კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი გიორგისგან რაც ემუქრებოდა, იმიტომ რომ გიორგი მათ ხსენებაზეც კი შიშის ეშინოდა, ფიქრდებოდა და გიორგის თანდასწრებით ბევრჯერ მithქვია მათთვის, რომ მე გიორგის არ მივატოვებდი. იყო ასეთი საუბარიც, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ, მე რას ვაკეთებდი გიორგის დახმარებისათვის და მირჩიეს, რომ არ დავხმარებოდი და არსად არ წავსულიყავი. არავისთვის არ მიმემართა. თუმცა მე მათი მუქარის არ შემშინებია. ზუსტად ერთი თვის წინ მე გიორგი წავიყვანე თბილისში, შეხვდი კომპეტენტურ პიროვნებას, რომელთანაც მანამდე მქონდა სატელეფონო საუბარი გიორგიზე და აუხსენი ყველაფერი, როგორ იდევნებოდა ბავშვი და როგორ ზეწოლების ქვეშ იყო. შევხვდით გიორგის თანდასწრებით ამ ადამიანს, მოუყევით ყველაფერი, ესაუბრა ეს ადამიანი, გიორგიც, რომელმაც გვირჩია, რომ ჩვენ წავსულიყავით პროკურატურაში და ოფიციალურად სარჩელით მიგვემართა, თუ რა ხდებოდა გიორგის თავს. ბოლოს რამოდენიმე ზუსტად თარიღი არ მახსოვს, გიორგი ჩვენთან იყო და მის ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა. გიორგი ხელით მანიშნა, რომ გავსულიყავი აივანზე და მომესმინა ეს საუბარი. დაურეკა პიროვნებამ, რომელმაც უთხრა, რომ ზუსტად ამ სიტყვების პლანის დვიჟენია მოიყვანე სადაც ხარ. გიორგი მოარი უთხრა, თუმცა თლათუარიც ვერ უთხრა, ასე ვიტყვი, მოვიფიქრებ უთხრა. 5 წუთის მერე ისევ გაისმა, ისევ ვიღაცამ დაურეკა, ამჟამად სხვა პიროვნება იყო და მანაც ანალოგიური უთხრა. გიორგიმ
ნუ მითხრა რომ რა ვქნა ახლა რა გავაკეთო ხო ხედავ ისე მაიძულებენ ამის გაკეთებას რა უთხრა მეშინია ნუ მომკლავენ ცემენ გამისწორდებიან და თავისი ინიციატივით დარეკა ვინმე საურთან და უთხრა რომ ისე მაწუხებენ და მიშველეთ საურმა დახმარება აღუთქვა უთხრა რომ აუცილებლად შეეხმიანებდა იმ პირებს და შეეშვებოდნენ მართლაც როგორც ჩემთვის ცნობილია, იმიტომ რომ გიორგი მე არასოდეს არაფერს არ მიმალავდა. რამოდენიმე კვირიანი პაუზა იყო მათი მხრიდან, გიორგის არ უთქვია რომ შეაწუხეს. თუმცა აღნიშნავდა იმას, რომ როცა მიდიოდა გიორგი უნივერსიტეტში, ერთ-ერთი პიროვნებისგან, ამას ალბათ გიორგი დააკონკრეტებს თვითონ, ერთ-ერთი პიროვნებისგან იყო აგრესიული საუბარი და ლაპარაკი რომ რატო შეატყობინა მან სხვას ის რომ ესენი ურეკავდნენ და ასე შემდეგ. თახიაშვილის, თავაშვილის არის კრიმინალური პოლიცია და როგორც დათო საურმა განმიმართა თავის სამსახური არის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი. სუდი. და შენ დაგჭირდა დაუშვათ საურთან დაარეკვა რაღაც პრობლემაზე, რაღაც ეპიზოდზე. კი, რადგან ეს პრობლემა მინდოდა რომ ასე ვთქვათ მორჩენილიყო, დამთავრებულიყო, მაგრამ აი როდის დაურეკე საურს? საურს მე დაურეკე იმ გაურკვევების დარეკვების შემდეგ, რაც მილეკავდა მე თენგო მოციქულაშვილი და მილეკავდა ერთ-ერთი თანამშრომელი კიდევ ემზარ ჩიხლაძე, რომელიც ამ თემაში ფიგურირებს ამ საკითხში. ოღონდ ეს ემზარი ზედაპირულად ამასაც ამოიწყო. ბოლო საუბარი იყო დაახლოებით 1 კვირის უკან, დაურეკე სატელეფონო საუბარი იყო. ჩემ ტელეფონზე დარეკა გიორგი თაბუაშვილმა და რომელმაც კითხა, ეგ ისევ მანდყავთ, აი ესეთი ტონით, მე ვთხარი რა არის. მე გითხარი რომ ეგ გამოაგდეს სახლიდან. აი ესეთი პასუხი იყო, მოაშორე მაგ სახლიდან. რაზეც ისე უარი მიიღო ჩემგან. მას მე როგორც გიორგისგან ვიცი იყო მუქარები. ანუ როგორც გიორგი თქვა, ვეღარ გამოდიოდა ფაქტიურად სახლიდან და სირბილით მოდიოდა ხან ოჯახის წევრს მის მამას მოყავდა ჩვენამდე. ანუ უკვე ეშინოდა ქალაქში გასვლა. ჩვენ რო შევხედე რომ გიორგის უკვე საკმაოდ დაეძაბა ეს სიტუაცია და უკვე პირად ანგარიშტორებაზე იყო აქ საუბარი. დავუკავშირდით თბილისში რამდენიმე კომპეტენტურ პირს და გადავწყვიტეთ რომ თბილისში წამოყვანა, წავსულიყავით და ეს ყველაფერი, უკვე ოფიციალური სახე მიგვეცა და კანონის შესაბამისად რეაგირება მოგვეთხოვა ამ ყველაფერზე. გიორგი თაბუაშვილთან და თენგო მოციქულაშვილთან როდესაც ქონდა შეხვედრა და ლაპარაკი, მათ მიხსენეს რომ შენ ასე თქვა გამოგვიყვანოს ჟარგონს კრიშავს დათო საური და შენ დათო საურის სამსახურიდან მუშაობ ანამაზანაშვილის ოჯახზე. რადგან სრული აბსურდია ის რომ მუშაობ ამ ადამიანზე, მით უმეტეს დათო საურიდან, რადგან ის ადამიანი ასე თქვა თვეში ერთხელ მაინც მიკავშირდებოდა და უბრალოდ მომიკითხავდა როგორ ვიყავი, რა შეშობოდი და ახალი ხო არაფერი არ იყო. სხვა რაიმე კავშირი და რაიმე ის არ ყოფილა. ხო არაფერი შემოთავაზებია საურს იმ სანაცვლოდ რომ შენ არავინ აღარ შეგეხება და რაღაც. თუ ეს იყო უბრალოდ რაღაც კეთილი ჟესტი. ეგ იყო კეთილი ჟესტი, იმიტომ რომ არაფერი არ შემოთავაზებია რომ ამის სანაცვლოდ შენ ეს გააკეთე. თუმცა იყო თუ რაღაც იქნება, დარეკე. მეგონა რომ ამოვიდა, რამდენიმე პერიოდში მე დამირეკა დათო საურმა და მითხრა რომ შეგიშვიდე. მაგრამ მოხდა უარესი. ანუ მაგის შემდეგ მაინც მოხდა ცემა. კი, მაგის მერე მოხდა ცემა. გააფრთხილეს გიორგი რომ ეს ფაქტი არ ეთქვა, ცემის ფაქტი არ ეთქვა, ჩემთვისაც კი, რომ ჩემთვის ეს უკეთესი იქნებოდა, ანუ ჩემი ოჯახისთვის უკეთესი. მე დამაინტერესა რომ რა იგულისხმებოდა ამ უკეთესობაში და გიორგი მითხრა რომ ჩვენ ოჯახს ააორთქლებდნენ, საერთოდ გააქრობდნენ. მე თუ ამ ყველაფერს შევიტყობდი რაც მოხდა. თუმცა გიორგიმ დეტალურად მომიყვა მერე რის გამოც ცემეს, რომ მას გაქონდა ინფორმაცია
აძლევდა არასწორ ინფორმაციებს და ბოლო წუთს უკვე გიორგი უარსაბობდა მათთან თანამშრომლობაზე და ეს არაკანონიერ ქმედებების გაკეთებაზე უარი თქვა გიორგიმ. ასევე გიორგიმ თქვა, რომ თქვა არა. როცა მოვკითხე, რომ სად ქონდა, თქვათ, ქონდა საომნები ხელზე აქსესუარები ეკეთა გიორგის, მან თქვა, რომ წაართვეს ტელეფონი, მოხსნეს აქსესუარები, მოხსნეს კამარი, შეუმოწმეს აბსოლუტურად ყველაფერი. არ ვიცი ეს რატომ გააკეთეს, თუმცა ალბათ ცხადია რატოც. და თქვა გიორგიმ, რომ ტელეფონი წაიღეს. რამოდენიმე ხანში, ალბათ იქნებოდა 2-3 საათი გასული, სანამ გიორგის მივხედე, მოვბანეთ ეს სისხლი, დავაწვინეთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო. იტკიებდა გვერდს, იტკიებდა ფეხს, მუხს ვერ გადაადგილებაც კი უჭირდა. მოვიდა გიორგი თაბუაშვილი და ანუ ფანჯრიდან ეს მოწიწებით და იკითხა, რომ ეს აქ არის? და მე ვთქვი კი და რა გინდათ, ანუ ვეცადე, რომ ცოტა ისე მომეშორებინა, ანუ რაც ბრძანებითი ტონით. გიორგი იწვა და ფანჯრიდან შემოსძახა გიორგის. სახლიდან არ გამოხვა, სანამ მე არ გეტყვი. ბრძანებითი კილოთი თან მოაყოლა იქ სიტყვაობა, ნუ შეაგინა, რაზეც თხოვე, რომ რა თქმა უნდა ასეთი გაჩერებულიყო. წავიდა გიორგი ძალიან შეშინებული იყო და მე ვთხარი, ანუ შევკვირდი მე აუთქვი დახმარება გიორგის, რომ ამ საქმეს ესე უკვე აღარ დავტოვდი და უკვე ვიბრძოლებდი ხმამაღლა, ეს იქნებოდა პრესა, ტელევიზია თუ ამას უკვე ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა. და ერთადერთი პრობლემა ქონდა გიორგის ტელეფონი, რომ უბრალოდ გადაადგილების საშუალება არ ქონდა, ტელეფონზე ნერვიულობდა. აქვე დავამატებ, რომ გიორგი თაბუაშვილმა უთხრა ისიც, რომ მანამდე თურმე ცემამდე უთქვიათ გიორგისთვის, რომ აიძულებდნენ თბილისიდან ვიღაცები ჩამოყვანას. ჟარგონს ვიხმარდა გასაფუჭებლად და მე გამოვიყენე ეს ფაქტი და ვითამაში ამ ბჭყალებში ამ თანამშრომელთან, რომ მე ვთქვი, რომ აიძულებთ ვიღაცის ჩამოყვანას, ადამიანს ტელეფონი არ აქვს და ხო არ გაფრინდება თქო. ესეც იმის გამო, რომ ტელეფონი დაგვებრუნებინა. არ ვიცი რატომღაც, რატო გვენდნენ ამ სიტყვაზე თუ არ ვიცი რა ვთქვა, ტელეფონი დაუბრუნეს, მეორე დღეს ტელეფონი დაუბრუნეს. იმ დღესვე დავრეკე თბილისში, პრესა მასმედია, მედია მასმედია, ჩავაყენე ყველა საქმის ყურში, დაუკავშირდით ტელევიზიას, მისცა გიორგიმ ინტერვიუ, მას შემდეგ თბილისში დაუკავშირდით გენერალურ ინსპექციის ცხელხას, პირადად მე ვესაუბრე, რომ ადამიანს უჭირდა იყო ნაცემი და იყო ჩემთან სახლში და ამას შეიძლება ლიკვიდაცია მოყოლოდა მისი და აუცილებლად ეს ადამიანი სადღაც უნდა წასულიყო, ანუ რომელიღაც სტრუქტურას მის დაცვაზე უნდა ეზრუნა, პირადად მოვახსენე მე ცხელხას, მივაწოდეთ დეტალურად ინფორმაცია და იმ ღამით, იმ დღისით გიორგი გავაპარე თბილისში. იმ დღესვე მოყვა ამ ყველაფერს რეაგირება, კომპეტენტური პირების საქმის ყურში ყავდა ჩაყენებული. იმ დღესვე მოყვა რეაგირება კეთილი ადამიანების მხრიდან და ესე დამთავრდა ეს ისტორია, ანუ ცემის ფაქტია. ზურგის არეში, როდესაც თაბუაშვილმა ასე ვთქვათ, ჩამარტყა წიხლი, ის იყო, რომ დათვსაური იყო ნახსენები და მან მითხრა, რომ დათვსაური კრიშავს, მე დათვსაურის სამსახურს, ასე ვთქვათ, ჰაერში ავწე. დათვსაურის მხრიდან იყო ერთ-ერთი ის, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე მე მემოქმედა, თუნდაც უნივერსიტეტში ყოფილი ლექტორი და ყოფილი ნაციონალები არიან. და ნუ ძირითადად იყო მაგ ფაქტი, რას აპირებენ 19 აპრილისთვის, აპირებენ თუ არა რაიმე პროვოკაციაზე წასვლას, რაიმე გეგმები თუ აქვთ. იგივე ფაქტით შემდეგ თეიმო მოციქულაშვილი დამიკავშირდა, რომ იგივე რაღაც გამიგონე, თუნდაც უნივერსიტეტი, თუნდაც ისე ზოგადად ვისაც ვისურვდი მე ვინმე ნაციონალური მოძრაობის წევრს. ან
ხარდამჭერს, რომ რაიმე სახის პროვოკაციას თუ გეგმავდნენ. ახლა უკვე ნაციონალურ მოძრაობას დაგაწყვეტინეს ფიქრი. აი სამგვარიდან პოლიციელი რომელია ამ სამგვარი? პოლიციელი არის როგორც ჩემთვის ცნობილია სამხარების პოლიციელი, კრიმინალობის თანამშრომელი თემურ სახიაშვილი, რომელიც გადაადგილდებოდა თვითონ იყო მცხოვრი ამ ნიშნული პიკაპით. ეს დანარჩენი ორი, აგენტურის ვარიანტში. და აი შენ როგორ იცოდი, რომ ბავშვები ისინიც არიან მათ თანამშრომლები, ისინიც მათთან თანამშრომლობენ და ეს როგორ მოხდა? რატომ იცოდნენ ერთმანეთის ვინაობები ამ პოლიციისთან თანამშრომლ ხალხმა? ეს ადვილად იყო ეს ამის გაგება შენთვის და ერთმანეთისთვის თუ როგორ გაიგე რომ ისინიც თანამშრომლები არიან, იმად გაიგეს რომ შენც თანამშრომელი ხარ და რა იყო ეს სისტემა? ან ხალხმა როგორ გაიგო? ხალხმა თვითონ აგენტებმა როგორ გაიგეთ ერთმანეთის ხოლმე ისევ ამბობ აგენტებმა და ანუ როგორ ერთმანეთის მიერ როგორ გაიგეთ რომ ის პოლიციის თანამშრომელია, შენც პოლიციის თანამშრომელი ხარ და ასე შემდეგ გაიგე. თემურ სახიაშვილი ხშირად მინახია მე ფორმაში, რა თქმა უნდა იარაღითაც, მაგრამ როდესაც მე გიორგი თაბუაშვილი გავიცანი, მან თავი გამაცნო კუდის თანამშრომლად. და თენგო მოციქულაშვილი იყო ამათთან ერთად და ასე ვთქვათ, ამ ადამიანებმა მიმითხრეს, რომ ჩვენ ვართ, ანუ ერთად. ფაქტობრივად ერთი გუნდი. ეს ადამიანები, რომელიც ჩამოთვალე მე და ჩვენ ერთად მუშაობთ. სტრუქტურაში არის სხვადასხვა დაჯგუფებები, თუნდაც კოალიციაში იყო ეს ადამიანები. ჩემთვის უცნობია ვინ იყო. რაოდენიმე გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათთვისაც უცნობია ის ადამიანები ვინ იყვნენ და ვინ ამუშავებდა მათ. მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ ვიყავით ერთი გუნდი და ანუ ერთად უნდა გვემოქმედა ყველა იმ ფაქტზე, რაც ხდებოდა ასე მაგალითად კოალიციაში. მოხდა ოფიციალურად გაფორმება ჩემი დამაწერინეს, მომიტანე საბუთები. მე დავწერე იქ რომ გამოფორმეს თვითონ დამაწერინეს ეს ყველაფერი. ეს მოხდა შიშის ფაქტორით, ეს მოხდა იმით რომ მე და მე მუქრნე რომ შენ მშობლებს პრობლემებს შევუქმნი, გავათავისუფლებ სამსახურიდან, შენს პრობლემებს შეგიქმნი უნივერსიტეტში, დამემუქრნე დაჭერით და ამ ყველაფრის მერე მეტი სხვა გზა არ დამიტოვეს და მოვაწერე ხელი ამ თანამშრომლობას. როგორ წარმოგედგინე შენ აი აქ მუშაობა, რა იყო შენთვის ეს სამსახური? ეს იყო 2012 წლის დაახლოებით ზაფხულის პერიოდი, ზუსტად კონკრეტულად რიცხვით არ მახსოვს. მაგრამ როგორც მახსოვს, იქ დაფიქსირდა როდის შევიტანე, დაახლოებით იყო ივნისის თვეზე და არ ვიცი აღახსოვს. მოხდა ის რომ ანუ ამ სტრუქტურაში ასე ვთქვათ მუშაობა როგორც აგენტად, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მე სხვადასხვა ბავშვობიდან უცნებობდი იმის რომ გავხდარება პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ როგორც აგენტურის ვარიანტში ეს არ იყო არასასიამოვნო და არასოდეს არ მიამაღია იმით რომ მე პოლიციელებს ვიცნობ, ვარ აგენტი და მე ყველაფრის უფლება მაქვს გავაკეთო ის, რაც ყველაზე არ მაგავაკეთო. სხვაგან შენი ადგილი არ იყო, ეგრე ფიქრობდი? კი. ვიყავი სახში ჩაკეტი, სახში ვიყავი ძირითადი დრო, ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ ამ ყველაფრის მერე მე გარეთ ნამდვილად ვერ გამოდიოდი. საზოგადოებაში როგორ გიწევდა ცხოვრება, არ გიჭირდა დაუშვათ რომ ადამიანებმა გაიგეს, რომ აი აქამდე კი ამბობ რომ ძილებული ყავდა და რაღაცა და აი მე როგორ მიგიღო საზოგადოებამ შენ ამის გაგების მერე, თუნდაც იმ შენმა მეგობრებმა და ეს რომ აღვიხსნა და უთხრა ყველას რომ რთულია თუ ადვილია თუ აი მდგომარეობაში ვიყავი. კი, როდესაც მე გავაფრთხილე ეს ადამიანები, ძალიან შეგოჭირი ვიყავი, ანუ მე ვიყავი პოლიციის თანამშრომლად ვითვლებოდი მაშინ, რა თქმა უნდა ძნელი იყო ჩემთვის. რადგან ყოველთვის იმას მეუბნებოდნენ რომ შენ ხარ პოლიციის თანამშრომელი.
და ასე ვთქვათ, დობის ფაქტორი გავკარგე მე მაგ ადამიანებთან. ჩემ და სამწუხაროდ. არავინ აღმოჩნდა ისეთი რომელსაც შეიძლება თქვას, რომ ჯანდაბას შენ მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაცა მოხდა, მაინც იყავი ჩვენის გვერდით და ასე შემდეგ. აი თუ აღმოჩნდა ეგეთი ვინმე. კი ბატონო, წერან ახსენე ანა მაზარაშვილის ოჯახი. როდესაც ანას მე მოუყევი ჩემი პრობლემის შესახებ, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ის, რომ მანას თქვათ ფარველობა გამიწია, შეიმფარა თავისთან ოჯახში და იმყოფებოდი ამ თვის განმავლობაში, რომ თითქმის ყოველ დღე ხშირად. ჩვენ დღეს ვიყავით პროკურატურაში, პროკურორ კახა მურატაშვილთან, რომელთანაც ჰქონდა გასაუბრება, შედგა შესაბამისად გასაუბრების ოქმი. საუბარი იყო აბსოლუტურად ამომწურავად ესაუბრა პროკურორი გიორგი პაპიაშვილს და ამის შედეგად ჩვენ ჩვეულებრივ გასაუბრების ოქმი შედგა. წავიკითხეთ, გავაწერეთ თქვენი წარმომავლობით. გიორგი ითხოვს იმას, რომ მასზე აღარ მოხდეს ეწოლები, მისგან აღარ მოითხოვნა არანაირი სახის ინფორმაცია და ანუ მას ჭირდება სიმშვიდეს წინარე და მას არ სურს, რომ მას ეს ეწოლები ხორციელდებოდეს.